მოდით ვნახოთ მეგობრებო, რა გელოდებათ იანვრის თვეში, როგორი იქნება თქვენთვის 2026 წლის იანვრის თვე, ვნახოთ აბა. პირველ რიგში ახსოვსე პენტაკლების ენერგიით, ახსოვსე ფინანსური ენერგიით, პლუს აქ ამოვიდა არკანი სამყარო და არკანი კვერთხების სამიანი, რაც მეტყველებს იმის შესახებ, რომ თქვენ გადადიხართ სრულიად ახალ ენერგიებში, თქვენ იძენთ სრულიად ახალ ცოდნას. აქ მოდის თქვენი მსოფლმხედველობის გაფართოება, ჩემო ძვირფასო მეგობრებო. თქვენ ძალიან ბევრ რაღაცას სრულიად სხვანაირად შეხედავთ, სრულიად სხვა კუთხით და ნახეთ, თქვენი ფინანსური ენერგიებით იქნებით მაქსიმალურად კმაყოფილი იანვრის თვეში. კვერთხების სამიანი და პლუს არკანი სამყარო ზედმეტი არის აქ საუბარი, რასაც ქვია, იმიტომ რომ აქ უბრალოდ თქვენ დგებით სრულიად ახალ გზაზე, სრულიად ახალ ენერგიებში, განახლებულ ენერგიებში, რაც ძალიან კარგი არის, განსაკუთრებით წელიწადის დასაწყისში. დავამატოთ არკანები და ვნახოთ კიდევ რა ელოდება, რა გელოდებათ, უფრო სწორად იანვრის თვეში. ვნახოთ არკანი კოშკი, არკანი თასების ცხრიანი, ფუნდამენტალური ჩამოშლა, ძველი პროგრამების, ძველი მსოფლმხედველობის, როგორც უკვე ზემოთ ვახსენე, აქ თქვენი მსოფლმხედველობა 180 გრადუსით გადატრიალდება, ძალიან ბევრ რაღაცას სულ სხვანაირად შეხედავთ, თითქოს იცით როგორი შეგრძნება გექნებათ, რომ აი რა ჩერჩეტი ვიყავი, მაშინ ასე და ასე რომ ფიქრობდიო, ასე და ასე რომ ვაზროვნებდიო. ხვდებით ხომ? აი ძალიან გაფართოვებული მსოფლმხედველობა გექნებათ და პლუს ამასთან ერთად ბევრ რაღაცას სრულიად სხვანაირად შეხედავთ, ბევრი თქვენი შინაგანი პროგრამა, რომელიც აქამდე ხელს გიშლით და ჩამოიშლება ფუნდამენტალურად და ნახეთ, მიხვალთ თასების ცხრიანის ენერგიებში, ანუ მაქსიმალურად კმაყოფილი იქნებით თქვენი ცხოვრებისეული ასპექტებით, თქვენი ფინანსური ენერგიებით, პირადით, სხვა გარკვეული ასპექტებით, ხომ? ძალიან კმაყოფილი იქნებით იანვრის თვით.